საქართველოს სავაჭრო ქსელში დაავადებული იმპორტირებული საკვები პროდუქცია ვერ მოხდება. შემოსავლების სამსახური დღეს განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იმპორტიორებს აფრთხილებს არ დაუშვან დაავადებული პროდუქტების შეძენა და ქვეყანაში შემოტანა. Როგორც ცნობილია, 6-დან 11 თებერვლის ჩათვლით საბაჟო გამშვები პუნქტების სარფისა და ვალეს გავლით საქართველოში სხვადასხვა იმპორტიორის მიერ 300 ტონამდე კარტოფილი შემოვიდა. ფოტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის დროს აღმოჩნდა, რომ პროდუქტი ეგრეთ წოდებული კარტოფილის კიბოთი და საკარანტინო მიკროორგანიზმით იყო დაავადებული. ასეთი საქონელი განადგურებას ეფრომდებარება, ან უნდა განხორციელდეს მისი უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება. ჩვენ ოფიციალურად გადაუგზავნეთ თურქულ მხარეს დოკუმენტაცია, სერტიფიკატები. პირველად ზეპირი განცხადებით თურქები ამბობენ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტს, თუმცა ვიმეორებ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს მათი მხრიდან ოფიციალური განცხადება. იმპორტიორებს უკან გაბრუნებაზე გამოწერილი აქვთ ეგრეთ წოდებული აღრიცხვის მოწმობა. თითოეულ იმპორტიორს მიეწოდა საჭირო დოკუმენტაცია გასაბრუნებლად, ასევე მათ დაურიგდათ ლაბორატორიული კვლევებით.